მოგესალმებით ყველას. დღეს არის მე-80 დღე წიგნის კითხვის. მე ვარ ნინო მარგველაშვილი და პირველ რიგში მინდა რომ ყველა მოგიკითხოთ, ვინც ამ თავიდანვე დაიწყეთ ყურება და გაინტერესებს და იცნობით ახალ წიგნებს, ავტორებს, ქვეყნებს, პერსონაჟებს და ასე შემდეგ. და ის რომ ჩემთან ერთად ხართ და მე ესე ერთად ან სხვა დროს იძინებთ ხოლმე, მეტი მაქვს რომ შვიდად და უფრო ღრმად. მოკლედ, დღეს უნდა წაგიკითხოთ ჯერალდ მაკდერმოტის მიერ დაწერილი ანანსი ობობა. ობობა ანანსი. ეს არის ხალხური ზღაპარი. ჩვენთან სხვა ბევრი ხალხური, აი ზღაპრები რაც არის, ხო? რომ ვიღაცებმა ადრე შექმნეს, გამოიგონეს და მერე სიტყვებით გადასცეს, თავის შვილებს უყოვდნენ, ისინი თავის შვილებს უყოვდნენ. ერთუში და ესე მოვიდა მოკლედ ჩვენთან ნაცარქექის ზღაპარი, ხო? მაგრამ ეს წიგნი და ობობა ანანსი არის აფრიკის და მინდა რომ დააკვირდეთ ამ ყველა სხვადასხვა ფორმას, მოხაზულობას, ნიმუშს, ხო? ეს არის აშანთის ტომის, ანუ განადან არის, აი ეს არის აფრიკის კონტინენტი და აფრიკის კონტინენტის აი აქ დასავლეთ ნაწილში არის განა. და ამ წიგნს უძღვნის ავტორი დედას და მამას. ეს არის ადაპტირებული, ანუ ხალხური ზღაპარი და ამან ცოტათი შეცვალა. ხო? აშანთი ეს არის ხალხები და კულტურა ამ განაში, რომელიც განა არის წვიმიანი მარადმწვანე ტყეები აქვთ უამრავი და ამ რაღაცა უდაბნოს და ოკეანეს შორის არის, ხო? აშანთის ხალხს ძალიან უყვარს და უყვარდა ეს ენით გადმოცემული ტრადიციები. დღესაც არიან სუპერ ხელოსნები, ანუ შეუძლიათ ძალიან მაღალი ხარისხის ლითონის ნაკეთობების გაკეთება და ასევე ფეიქრები არიან, ქსოველები არიან, აბრეშუმით საოცარ რაღაცებს ქმნიან და იმიტომ ეს უამრავი ბევრი ფერი და ტანსაცმელი თხეცი სხვადასხვანაირი და ფერები არის და მოკლედ უყვართ აი ამ თავიანთ ნიმუშებში, რასაც აკეთებენ, ხო? რაღაცა სხვადასხვა ნივთებს, რასაც ქმნიან, იქ მე ჩააქსოვენ ხოლმე მაგალითად მზეს, მთვარეს, სამყაროს, კოსმოსის ქსელს და ობობა ანანსის. ანანსი არის მოკლედ მათი ერთ-ერთი აი ამ ხალხური ზღაპრების მთავარი გმირი და პერსონაჟი, რომელიც არის ცოტა სულუტი, ანცი, ფათერაკების გამომწვევი არის, მაგრამ ამავე დროს ძალიან მოფიქრებული და გონიერი და ხრიკები აქვს თავისი და სხვადასხვა ფანდებს აკეთებს ხოლმე. ცხოველი, რომელსაც აკადემიანური თვისებები, ხო? ბევრ ფათერაკს გადაეყრება ხოლმე, მოკლედ, მაგრამ საოცარ თავგადასავლებში ეხვევა ხოლმე. ანანსი. ობობა. აშანთის ხალხისთვის. აშანთის მიწაზე ხალხს უყვარს ეს ამბავი ვის შესახებ? კვაკუ ანანსის შესახებ. მე მგონი კვაკუ ობობას ნიშნავს. იყო და არა იყო რა, როდესაც იყო ერთი ანანსი, რომელსაც ყავდა 6 ვაჟი. პირველ ვაჟს სახელად ერქვა დაინახე საფრთხე. ქონდა ეს ჯადოსნური და ეს რეალური ნიჭი, რომ შორსაც კი შეძლო დაინახა სად იყო საფრთხე. მეორე ვაჟს ერქვა გზის მშენებელი. მესამე ვაჟი იყო სულ წყურო და ამიტომ მას შეარქვეს დინარის მსმელი. მეოთხე ვაჟს ერქვა ნანადირევის კანის
გამძრობი, ხო? აი რაღაც თევსაც თქვათ სახში რომ მოიტანენ, ხო? ზოგი კანს მაგალითად აცლის, ხო? თუ გინდა რომ კანის გარეშე, აი ნანადირევსაც, ანუ ეს აცლის კანს. მეხუთე შვილი იყო ქვისმსროლელი და მეექვსე ვაჟი სახელად ერქვა ბალიში, იმიტომ რომ იყო ძალიან რბილი. ყველანი არაჩვეულებრივი შვილები იყვნენ ანანსისთვის. ერთ დღესაც ანანსი წავიდა სახლიდან შორს. შორს, ძალიან შორს. დაიკარგა. და საფრთხეში ჩავარდა. სახლში. ხო, შორს სახლში მისმა ვაჟმა დაინახე საფრთხე, ყვირილი დაიწყო. მამა საფრთხეშია. იმ წამსვე აღიქვა ეს, რომ მამა საფრთხეში იყო და თავის ძმებს ეგრევე გაუზიარა. გზის მშენებელმა თქვა, მე გამომყევით. წავიდნენ და გზას აშენებდნენ. სწრაფად იარეს ექვსმა ძმამ, რომ ანანსის დახმარებოდნენ. მაგრამ სად არის ახლა მამა? თევზმა გადაყლაპა ის. ანანსი არის თევზის შიგნით. ჰოდა დინარის მსმელმა ერთი გემნელად მოიყუდა დინარე. სასმელი. დინარე აღარ არის. ნანადირების კანის გამძრობი დაეხმარა მამას ანანსის. თევზი შუაზე გახსნა. მაგრამ უფრო დიდი ახალი საფრთხე გამოჩნდა. მოფრინდა შავარდენი. ციდან ჩამოფრინდა და ანანსი დაიჭირა. სასწრაფოდ თქვა, სასწრაფოდ ჩვენ გვჭირდება ქვისმსროლელი. ქვა მოხვდა შევარდენს. ანანსი ციდან ჩამოვარდა. ახლა ბალიშის დრო იყო, რომ დახმარებოდა მას. ძალიან რბილად ანანსი დაეშვა ბალიშზე. ძალიან ბედნიერები იყვნენ ეს ობობის ოჯახი. იმ ღამეს ყველანი სახლში იყვნენ. კვაკუ ანანსი კი ტყეში. ხო, ანანსი ხო ეგეთი იყო, რომ სულ ანსი აინტერესებდა, დადიოდა. კვაკუ ანანსიმ ტყეში იპოვა რაღაც. ეს რა არის? სინათლის უზარმაზარი გლობუსი? მე ამას მივცემ იმ ჩემ ვაჟს, რომელმაც მე გადამარჩინავ, თქვა ანანსი. მაგრამ 6-დან რომელს უნდა მივცე? ვინ იმსახურებს ამ ჯილდოსო? ნიამე. შეგიძლია დამეხმარო? ნიამე დაიძახა ანანსი. აშანთის ხალხისთვის ნიამე ყველაფრის ღმერთი იყო. და ობობა მიმართა ღმერთს. ღმერთო, ნიამე, დამეხმარე. ვის მივცე, ვინ იმსახურებს ამ სინათლის უზარმაზარ გლობუსს? ანანსი მას კითხა. გთხოვ, შენ დაიჭირე ეს ულამაზესი სინათლის გლობუსი, სანამ მე გავიგებ, რომელ ვაჟს უნდა გადავცე და ვისი გახდება ეს ბურთი. ჰოდა ეცადნენ, რომ გადაეწყვიტათ, რომელი შვილი იმსახურებდა ჯილდოს. ეცადნენ, ცდილობდნენ, მაგრამ ვერ გადაწყვიტეს. მთელი ღამე კამათობდნენ ამაზე. ნიამემ ეს დაინახა. ყველაფრის ღმერთმა აიღო ეს ლამაზი თეთრი სინათლე და აიტანა ცაში.
ის იქ ინახავს, ყველამ რო დაინახოს. და ის ეხლაც იქ არის. და ყოველთვის იქ იქნება. დღეს ღამესც იქ იქნება და ნახავთ. დასასრული. რა საყვარელი იყო ეს ამბავი. სხვათა შორის გამახსენდა ჩვენც რო გვაქვს ხალხური, ხო? ამან თქვა მშიო, ამან თქვა რომ არ გვაქვს, ამან თქვა ღმერთი მოგწევს, ამან თქვა რომ არ მოგწევს, ამან თქვა მოვიპაროთ. და მე ყველა ამ თავის საქმეს რო აკეთებს და მე ეს რო შეჭამს მშიერი, ხო? ანუ ყველგან რაღაცით როგორ გავართ ერთმანეთს, არა? შეიძლება თქვენ სულ სხვა ამბები იცით კიდე, რომელთაც მიხვდებით, რომ მე მგონი აფრიკის ხალხის ტომებიც ერთნაირად ვფიქრობთ, ხო? რა საინტერესო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის, რომ ვინ იმსახურებდა? ყველამ წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში. და რა თქმა უნდა, ის სინათლის ბორთი. ყველასია. ეს იყო და ეს გემშვიდობებით და შევხვდებით ხვალ ტკბილი ძილი და იმედი მაქვს, რომ ცაზე ამ შუაღამეს თქვენს ნახავთ.